ქართული ოცნების აჭარის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა სულხან თამაზაშვილმა ხულოში მხარდამჭერებს მერობის კანდიდატი ვახტანგ ბერიძე წარუდგინა. ის ამ თანამდებობას 2018-2024 წლებში იკავებდა. 2024 წლიდან დღემდე კი არის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 6 მუნიციპალიტეტში ჩვენ უკვე წარვადგენთ მერობის კანდიდატები. ჩვენი კანდიდატები არიან მოქმედი მერები, ასევე მერის მოვალეობის შემსრულებლები. ჩვენ წარვადგენთ ასევე ახალი მერის კანდიდატებიც. მე დარწმუნებული ვარ, ისინი მაქსიმალურს გააკეთებენ ჩვენი რეგიონის განვითარებისთვის. კანდიდატების შერჩევის კრიტერიუმი, რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა არის კეთილსინდისიერება და პროფესიონალიზმი. მათ აქვს ჩემი სრული მხარდაჭერა და ერთობლივი ძალისხმევით, ერთიანი ძალებით დარწმუნებული ვარ, მივაღწევთ მთავარ მიზანს, რაც გულისხმობს ჩვენს რეგიონში შექმნილი კეთილდღეობებისა და შესაძლებლობების თანაბრად გადანაწილება ჩვენს მოსახლეობაზე. ჩემთვის ძალიან დიდი პატივია ვიყო ხულოს მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი და არჩევის შემთხვევაში მერი. მე მინდა მადლობა გადაუხადო ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს ხელმძღვანელობას. მადლობა მინდა გადაუხადო ბატონ სულხან თამაზაშვილს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, ამ დიდი ნდობისათვის და შესაძლებლობების მოცემისათვის, რომ ვემსახუროთ ჩემ ხალხს.